იმ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველო იმყოფება და პირადად ქართული ოცნება. აი ესეთ რთულ დროს რომ ადგებიდა მიხეილ ყაველაშვილს დანიშნავ პრეზიდენტად, ეს ჩემი აზრით ორ რამეს ნიშნავს. პირველი იმას, რომ ან დასცინი ხარ შენ მოსახლეობას და მის მოთმინებას სცდი ამით, ან მეორე იმას, რომ უბრალოდ სხვა უკეთესი არჩევანი არ გქონდა და აი ორივე შემთხვევაში ზარალდება ჩვენი ქვეყანა და ეს ორივე შემთხვევა ტრაგედია ამ ქვეყნისთვის. ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს ქართული საზოგადოება იმყოფება, ხო? როდესაც ამხელა ნაპრალია გაჩენილი საზოგადოებაში და ერთ მხარეს ერთი ნაწილია და მეორე მხარეს მეორე ნაწილი. იმის ნაცვლად, რომ ესე იგი პრეზიდენტად შემოეთავაზებინა ხალხისთვის ისეთი ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდებოდა სრულიად საზოგადოება და რომელიც მოახდენდა ქვეყნის გაერთიანებას მის გარშემო, აი ესეთი კანდიდატის ნაცვლად ადგენდა პრეზიდენტი გახადეს მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც არის გამორჩეული თავისი რადიკალური შეხედულებებით და დამოკიდებულებით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ვფიქრობ იმას, რომ ნუ თუ ამაზე უფრო უკეთესი კანდიდატი არ ყავდა ქართულ ოცნებას და მიხეილ ყაველაშვილზე უფრო ავტორიტეტიანი საზოგადოების თვალში, ესე იგი ძალიან ცუდად არის ქართული ოცნების საქმე სინამდვილეში და ქვეყნის საქმეც, ან ისეთ თამაშს თამაშობენ, რომელსაც უბრალოდ მე ვერ ხვდები და თუ ვინმე ამასთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული აზრი გააჩნია და მოვისმენ ამ აზრს, რა ვიცი, სიამოვნებით კმაყოფილი ვიქნებოდი.